მე როგორც საერო პირს არანაირი უფლება არ მაქვს და არც დიდად სურვილი არ მაქვს რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ჩემი კომენტარი გავაკეთო, როცა სასულიერო პირებს ეხება საქმე, იქ საპატრიარქო ერთვება და იქ ეს თავად მათ უნდა მოაგვარონ და გადაწყვეტონ. უბრალოდ მე მინდა რომ მივმართო საერო პირებს, ჩემსავით საერო პირებს, ვინც არ ცხოვრობს, არ არის უშუალოდ არც სამონაზვნო წესით ცხოვრობს, არც ან ჩვეულებრივი უბრალოდ ამ ქვეყნის ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეა და არის ოპოზიციურად განწყობილი და ცდილობს რომ სასულიერო პირები ასე ვთქვათ ჩართოს რაც შეიძლება მეტად ამ პოლიტიკურ პროცესებში და მათ აიძულოს რაღაც კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. ჩვენ ნახეთ ერთი-ორი ჩანაწერი, რომელიც არ ვიცი ხა ნამდვილად მისი სანდოობა რამდენად დადასტურებულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლისევის მიღმაც ასე ხდება, რომ რეალურად ზეწოლა მიდის ამ ადამიანებზე, ვიღაცამ სადღაც ერთი რაღაც პატარა კომენტარი გააკეთა პოლიტიკური, რომელიღაც სასულიერო პირმა და მორჩა გადარეულია ორივე მხარე და რეალურად აი რომელი დაიტაცებს და რომელ სათქმეებს რაღაცას. ხალხო, ეს ამ ხელისებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ რა. სასულიერო პირი თვითონ გადაწყვეტს ეს ერთი, მეორეც მას გაესაუბრება საპატრიარქოს რომელიმე მღვდელი, რომელიც ამას ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ბედავთ, რომ ამ ადამიანს ცდილობთ, რომ ეს ადამიანი განაწყოთ ვინმეს წინააღმდეგ და ასე თქვა არ მინდა ეს წყო გამოვიყენო, მაგრამ ასე თქვა წააქეზოთ, რომ რაღაც გააკეთოს. ეს იგივეა, რომ ანუ ვინ ვისი სულიერი მამაა, ხო, ვინ ვისი წინამძღოლია. ეს იგივეა, როგორც პატრიარქის წინააღმდეგ განაწყობთ, ესე გამოდის კონკრეტულ სასულიერო პირებს და ამისკენ უბიძგებს და ამას აიძულებთ. თქვენ რაღაც ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდეს. ეს არის სრულიად მიუღებელი და თუ რამის დამტკიცება გქონდეთ პოლიტიკურად დაამტკიცეთ თქვენი გონიერებით და თქვენი არგუმენტებით და თქვენი მსჯელობით და არა იმით, რომ თქვენი რაღაც პატარა ვიწრო ინტერესების გამო სასულიერო პირზე მოახდინოთ იძულება და ზეწოლა. ეს არის სრულიად მიუღებელი და ნუ აიღებთ ამ ყველაფერს საკუთარ თავზე.